მოზარდებში ლიდერული უნარების განვითარების მიზნით მანგლისში საბადო ლიდერშიპ აკადემია გაიხსნა პროექტი ტრადიციული სწავლების მეთოდებისგან განსხვავებულ მიდგომას გულისხმობს. კერძოდ, სკოლა მოსწავლეებს პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებას თავაზობს, მათ შორის ინტერაქციულ ლექციებს და დისკუსიებს სხვადასხვა მოწვეულ სპიკერთან. აკადემია აერთიანებს არაფორმალურ განათლებასა და გართობას, რაც სწავლისთვის უნიკალურ ჰაბს ქმნის. პროგრამა მთელი წლის განმავლობაში დატვირთული იქნება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამით, ამასთან საბადო მიზნად ისახავს სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ ღონისძიების მასპინძლობასაც. საბადო ლიდერშიპ აკადემიის შექმნის ინიციატივა დავით ბეჟოაშვილის განათლების ფონდს ეკუთვნის. საბაჟოდ თანამშრომლობს მანგლისის ადგილობრივ სკოლასთან და ამ სკოლის მოსწავლეები ჩართულები იქნებიან აკადემიის აქტივობებში. გარდა ამისა, ბეჟოაშვილის განათლების ფონდის ინიციატივით და მხარდაჭერით საბაჟოზე გამართული საგანმანათლებლო აქტივობები ხელმისაწვდომი იქნება დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ბენეფიციართა არასრულწლოვანი შვილებისთვის. ძალიან სწრაფად ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ, ტექნოლოგიებით, გარემო იცვლებიან ჩვენი სტუდენტებიც. შესაბამისად, არაფორმალური განათლების კუთხე, სადაც ბანაკურ გაწყობაში, გართობის დროს, ინტერაქტიული დასვენების დროს სხვადასხვა არასტანდარტული კურსების თუ არასტანდარტული სტუმრების მეშვეობით შეგვიძლია ჩვენ განათლება მივიღო, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ანუ ეს არის შემეცნების, დასვენების და გართობის კომბინაცია. აი ამ იდეას ეფუძნება, რომ სწავლა უნდა იყოს მუდამ პროცესში, სწავლა უნდა იყოს მუდამ მოქნილი და მოსწავლეზე ორიენტირებული და ახლოს უნდა იყოს მის ყოველდღიურობასთან. ახალგაზრდა როცა ხარ, ხო, ბოლომდე ვერ იაზრებ, რამხელა ეს სამყარო, შენ როლს რა გინდა გამოხვიდე, ხო? და ზუსტად ეს საბადო მოგეხმარება ამ გზა გასაყარზე, როცა ხარ, მოგეხმარება შენ ჩამოყალიბებაში, შენი აზრების სწორ გზაზე დაყენებაში და საბოლოო წარმატებისკენ მიგიყვანს ყველაზე ძვირფასი რაც გვაქვს საქართველოს, ეს არის ადამიანი. ხო და აი ამ საბადომ უნდა მიეხმაროს აი ამ ადამიანებს, რომ თავისი პოტენციალი, ასე ვთქვათ, აიტანონ უფრო მაღლა და სხვა სიმაღლეზე.